აი საღამო მე мама სახში ძალიან იშვიათად მახსოვს აი საღამოს 10 საათზე 11 საათზე მე мама არ მახსოვს უბრალოდ არ მახსოვს დღეები იშვიათი გამონაკლისი გადა როდესაც ჩვენ ერთად ვისხედით და ტელევიზორს უყურებდით სულ მორიგე იყო სულ საავადმყოფოში იყო არეული წლები იყო მაშინ ძალიან ძვინვარებდა პროცესები პოლიტიკური და სამოქალაქო ომი გადატანილი ქალაქი იყო სასწრაფოს დახმარების მანქანა ის არ არსებობდა და მახსოვს რაიონიდან ჩამოვაკითხავდნენ ხოლმე პაციენტის ახლობლები და შუაძილში მყოფ ადამიანს აგვიძებდნენ ჩასვავდნენ წაიყვანდნენ ხარაგაულში არ ვიცი თელავში და ორ დღეს ჩამოდიოდნენ სამ დღეს ჩამოდიოდნენ აი ეს ვითარება იყო და რაც მახსოვს უდიდესი პასუხისგებლობა იცით ეხა სულ ფიქრობდით სხვადასხვა სულ ფიქრობდით ბავშვი როდესაც ვიყავი და შუქი არ იყო იმ წლებში აი დილი 3 საათია ცივა მაშინ გათბობაც ხო არ იყო ხო და უცბად დგებოდა ამ სანთლის შუქით იცმევდა უცხო ადამიანები მოაკითხავდნენ მანქანით ჯდებოდა და მიდიოდა ჩემს ვიკავდი ან სად მიდის ან რატომ მიდის ან რატომ უნდა ავდგე ახლა ასე თქვა სხვის გამო ეს ბავშვობაში და мама მირჩევდა მიუხედავად იმისა რომ აბიტურიენტად უკვე მე აქციეს და ვემზადებოდი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ბოლო მომენტში мама აი იქ მიიღო გადაწყვეტილება მირჩია რომ ჩემ გზას არ გამოყვე იმიტომ რომ არ გექნება პირადი ცხოვრებაო ეს იყო მთავარი მისი არგუმენტი თუმცა მაშინ ნაკლებად იფიქრებდა თუ მე მოხდებოდი იქ სადაც მოხდი და ეხა ეგ უნდა მეთქვა мама მირჩია რომ არ წამოყვე ჩემ გზასო და მაინც აიძულეთ ეს საფარელი ადამიანი რომ პოლიტიკაში შეგეყვანათ ნიკა შენს დანაშაულს თუ გრძნობ დანაშაულს წყალებში ვსავ იმიტომ რომ თან ნახევრად ხუმრობითაც არ ვამბობ მე კიდე ვიტყვი რა მე ბატონ ანზორთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაქვს ჩემი და მის კლინიკასთან როგორც პაციენტს და ერთ-ერთ ექიმს ბატონი ზორისას კახა ჯანაშიას დავურეკე გუშინ და მეუბნები რომ ვაიმე მეთქი ხო მართლა მე რო გახდეს რა რო დავჭირდეს იქ როგორ უნდა მივაგნო თქო ანუ რისი თქმა მინდა გრძნობ პასუხისმგებლობას რომ შეიძლება პროფესიიდან წაიყვანო ასეთი ექიმი ერთი მეორეს არ გამორიცხავს უბრალოდ ხა პროფესიიდან ვერანაირად ვერ წაიყვანს რომ მას ხა პაციენტის გარეშე ცხოვრების შესაძლებლობას მაინც არავინ არ მისცემს ხომ და ზუგდიდშიც ექიმი იქნებით მოკლედ ეჭვი მაქვს ეს ესეთმამდა რა დამამახსოვდა რა მასალა როგორია პასუხისმგებლობის აი არანორმალური ხარისხი და დარწმუნებული ვარ რომ ზუგდიდი ბევრად უკეთესი იქნება იმ ახალი შემადგენლობით, იმ ახალი სისხლით, რომელიც დაემატება და იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ისედაც მუშაობს ზუგდიდის მერიაში და იქ დარჩებიან, რაც უნდა დააშინონ და ხა უთხრან, ვიცით რა თქვენ, მოვა აზორმელია, მოვა სხვა გუნდია თქვენ გაგიშვებენ. ამას ხა მე არ ვიკადრებ და მით უმეტეს мама როგორ იკადრებს, რომ ვიღაცა სამსახურში გარეშე დატოვოს, მაგრამ რა მინდა ვთქვა და რას მინდა ხაზი გაუსვო. ნერვიულობდი, გაცილებით მეტად ღელავდი და გამიცდი, ვიდრე საკუთარ კამპანიაზე. ეხა ისე ჩავსულვარ ზუგდიდში, რომ არც კამერებს გაუშუქებიან. პირველი შესაძლებლობისთანავე მივდიოდი ზუგდიდში და მინდა ზუგდიდელებს აქედან ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით პარტია ნაციონალურ მოძრაობის წევრებს, იმიტომ პარტია ნაციონალურ მოძრაობა არის ძალიან დიდი ოჯახი და ძალიან დიდი გუნდი და იქ სხვადასხვა ინტერესებია, სხვადასხვა გუნდებია გუნდის შინითაც ნორმალურია პოლიტიკურ პარტიის ფარგლებში და აი ყველა განშტოება ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში ხო რომლებიც ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული ბუნებრივია მაგრამ ეხა არ არის აუცილებელი რომ ყველა გვიყვარდეს ხო გაერთიანდა და მამას ყველანაირად ხელი შეუწყეს რომ ამ ბრძოლაში მისი საუკეთესო თვისებები გამოიჩინა